დღეს ჩვენი სტუმარი არის ვანო ნადირაძე. ვანო არის პროექტების მენეჯერი, რომელსაც აქვს 17 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. და დღეს ვისაუბრებთ პროექტების მართვაზე. ვანო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ. პირველი კითხვა, რაც მინდა რომ დაგისვა, ეხება ლიდერობას პროექტების მართვაში. მე პირადად ხშირად ყოფილვარ სხვადასხვა გუნდის წევრი, სხვადასხვა პროექტებზე მიმუშავია და აუცილებლად მიხვდები, როდესაც პროექტების მენეჯერი არის კარგი ლიდერი. შენი აზრით, რა თვისებები სჭირდება მას? როგორია პროექტების მენეჯერი, რომელიც კარგი ლიდერია? პირველ რიგში გამარჯობა, იმო და მივესალმები შენს მსმენელს და მაყურებელს და მადლობა ესეთი კარგი ამბავის წამოწყებისთვის და მიდიმავს კარგი რაღაც გამოგვია. რაც შეეხება კითხვას, რომ როგორი ლიდერი უნდა იყოს პროექტის მენეჯერი, უნდა იყოს სამაგალითო. ანუ ეს არის ჩვენ გვაქვს ესეთი ცნება მენეჯმენტშიც ფიგურალური ლიდერი, როდესაც სხვები უყურებენ პირველ რიგში იმას თუ რას იზავს ლიდერი. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იბაძონ ან მაინც და მაინც რაღაცა იმაზე სტარტზე იდგნენ, რომ რასაც გააკეთებს, რასაც მეტყვის გავაკეთოთ. არა. აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა, რომ გამონათქვამიც არის ესეთი, რომ წყნარ ზღვაში ყველა გემს კარგი კაპიტანი ყავს რა და ნამდვილი და რეალურად კარგი კაპიტანი მაშინ გამოჩნდება, როცა ზღვა ღელავს და გემიც განსასწელშია. და ლიდერიც სწორედ იმით უნდა გამორჩეოდეს, რომ აი ამ განსასწელის ღელვის დროს იყოს ისეთი, რომ კონდეთ მისი იმედი. ანუ ის კი არ დარბოდეს აქეთ იქით, ახლა წარმოვიდგინეთ ზღვაში გემი, რომელიც ღელვარი ზღვაშია და უცებ კაპიტანი გემბაზე რო დარბის, რო არ იცის რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, როგორ მოიქცეს და სხვებიც მოქმედებს ბუნებრივია და ახლა სხვები რო ხედავენ, რომ კაპიტანი ესე დღეშია, მერე სხვები რას იზამენ, ხო? მინდა გაიგეთ. ლიდერი მაგას ნიშნავს, რომ შეხედონ სხვებმა, როგორ იქცევა ეს ადამიანი და იყოს მისაბაძი, მათ შორის ღელვისას, მათ შორის წყნარი სიტუაციისას, მოკლედ მისაბაძი უნდა იყოს. უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს, ხო? ერთი მეორე ვარიანტიც არის, რაღაც კომპეტენციაც უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია. სხვანაირად არ გამოდის, მაგრამ ეს ლიდერობა მოდის პირველ რიგში, ეს არ არის, ესე ვთქვათ, თანშეძენილი ცოდნა მაინც და თანშეძენილი უნარი, იმიტომ რომ ლიდერობა სწავლადია, ესე როგორც ბევრი რამ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ამ ხალხის იმედი მოიპოვოს და სხვებს ჰქონდეთ მისი იმედი. მოდი ვისაუბროთ პროექტების მართვის ადამიანურ მხარეზე. და რას გულისხმობ? ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდში მუშაობ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც უგებ, რომლებთან ერთადაც გაქვს საერთო მიზანი, როდესაც გაქვთ საერთო мотиваცია. რა დაბრკოლებები შეიძლება გაჩნდეს ამ დროს გუნდში? განსაკუთრებით თუ მაგალითად ისეთ ადამიანებთან ერთად მუშაობ, რომლებსაც თქვა შეიძლება კონკრეტული მიმართულებით შენზე უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდეთ. ან ასაკით იყვნენ უფროსნი, ან უფრო სხვა თაობის წარმომადგენლები. აი ამაზე რო ვისაუბროთ. ცხოვრებაშიც და პროექტშიც თავია გაგება. ან უნდა გვესმოდეს ადამიანებს. ყველა ადამიანი არის სხვადასხვა, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და მენეჯერმა, პროექტის მენეჯერმა სწორედ ეგ უნდა შეძლოს, რომ ყველას გაუგოს და ყველას ესმოდეს. ხშირად არის ხოლმე ესეთი ამბავი, რომ აი კითხვა არის ხოლმე ესეთი, რომ უნდა იყოს თუ არა პროექტის მენეჯერი, მაგალითად რაღაც კონკრეტული ვიწრო სპეციალობის პროექტის მენეჯერი. ჩვენ ვამბობთ ეს რამის, რა თქმა უნდა შეიძლება, ძალიან ბევრი პლუსი აქვს ამ მხარეს, მაგრამ ამაგის გამო შეიძლება მოშორდეს მთავარს, რაც მისგან მოითხოვება და რაც საქმეს სჭირდება. პირველ რიგში ეს არის ხალხთან ურთიერთობა და ყველას გაგება. იმიტომ რომ შესაძაც რაღაც კონკრეტული მიმართულებით სპეციალისტია, თქვათ მენეჯერი, უნდა თუ არ უნდა გაუგების ხოლმე ხელებით და ტვინით და ფიქრებით და თვალებით იმ კონკრეტული რაღაცა პრობლემების თვითონ მოგვარების. ანუ თვითონ უნდა რომ მოაგვაროს ხოლმე და არის ხოლმე ეს ცდელობა და ცდუნება. ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ამ დროს შეიძლება საერთოდ დაკარგოს, იმიტომ რომ დრო არ იყოს, რესურსი არ იყოს პროექტის მენეჯერს ხალხთან ურთიერთობისთვის და პრობლემების მოგვარება, რომელიც ხალხიდან მოდის, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ ხალხი გავიცნოთ, ხალხს ვენდოთ და ეს ხალხიც გვენდოს. დღეს ხო ეგრეა, რომ ანუ ადრე კი იყო ესეთი მიდგომა, რომ მენეჯმენტს უყურებდნენ ცოტა როგორც
აი შაში რომ არის სამაგიდო თამაში, რომ თითქოს ყველა ფიგურა, ყველა მონაწილე, ყველა ადამიანი ერთ და იგივეა, მთავარია სწორი მიმართულება მისცე და საქმე გამოადა. დღეს ეგრე არ არის. ანუ უფრო გაქვს ჭადრაკს ჩვენი პროექტი, სადაც ყველა ფიგურას თავისი დანიშნულება აქვს, ყველა ფიგურა ინდივიდუალური, ყველას თავისი სუპერძალა აქვს, ყველას თავისი სუსტი აქვს და კარგმა მენეჯერმა, პროექტის მენეჯერმა თუ არ იცის თითოეული ამ თავისი გუნდის წევრის სისუსტე, ძლიერი მხარე, ხასიათი და როგორ უნდა იყოს მათთან ურთიერთობაში, მაშინ რა თქმა უნდა პრობლემები შეიქმნება. ისედაც ვხვალ გვექნება, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების გზა არის ის, რომ მიცნობდეთ ჩვენს ხალხს და გქონდეს მათთან ხშირი ურთიერთობა. ეს არის ჩემი აზრი.